იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი საბრალო ობოლი, უქონელი და უყოლელი. ერთხელ ობოლმა ერთი გუდა საფქვავი იშოვა სადღაც, წაიღო წისქვილში და დაფქვა. ამ დროს წისქვილში ქოსატყუილამაც მოიტანა ერთი გუდა მარცვალი და საფქვავად. წასვლის დროს ობოლს უთხრა: შინ ერთად წავიდეთო. ძალიან კარგი, დათანხმდა ობოლი. წავიდნენ. მიდიან გზაზე. ქოსამ უთხრა: იცი რა ვქნათო? რაო? კითხა ობოლმა. რადა, ჩემი ფქვილი მოვზილოთ, შენი საფანლად ვიხმაროთ და კვერები გამოვაცხოთო. ძალიან კარგი, უპასუხა ობოლმა. მივიდნენ ობლის სახლში, მოზილეს ქოსას ფქვილისაგან ცომი. ობლის ფქვილი საფანლად მოაყარეს, ჩააკრეს თონეში და დაბრაწული კვერები ამოყარეს. ეს კვერები რომ ნახა ქოსატყვილამ ეამა და ობოლს უთხრა: მოდი, ვინც უკეთესი ტყუილი თქვას, კვერები იმას დარჩეს. ძალიან კარგი, უპასუხა ობოლმა. ქოსატყვილამ დაიწყო. ერთი ბატი გვავდა. პაპაჩემის გაზრდილი იყო. ისეთი კარგი რამ იყო, რომა მთელ ოჯახს გვინახავდა. სახნავი იყო, სათიბით მგზავრობა სულის დაგვყავდა. მე ვჯდებოდი ზედ და ხან მინდორში დავაჭერებდი და ხან თებზე და ერთხელ საუბედუროდ ტყეში მივაჭენებდი, უცებ ვნახოთ ერთი მშიერი ტურა გადმომიხტა. ეცა ჩემ ბათს და გვერდი გამოაგლიჩა. წაიქცა ბატი და სულსალევდა. მე მაშინვე გონს მოვედი, მოვჭერი ხე, დავგრიხე წნელი, გაუკერე იმით გვერდი, წამოვახტუნე და გავაჭერე სახლისაკენო. აბა ახლა შენი ჯერია, ობოლავ. ობოლმა დაიწყო. მამა ჩემს 100 ძირი ფუტკარი ედგა. მუდამ დღე უვლიდა და თვლიდა. ერთხელ ერთიც ნახოთ დაითვალა ფუტკრები, მოიკითხა და ერთი არ დააკლდა სათვალავში. მაშინვე აქეთ ვეძებეთ, იქით ვეძებეთ და ბოლოს ვიპოვეთ. თურმე ფეხი მოსტეხოდა და ზღვის გაღმა დარჩენილიყო. ვიღაც ავაზაკებს მოესწროთ, დაეჭირათ, წაეყვანათ, შეებათ გუთანში და ახვნევინებდნენ. მამაჩემა რომ ნახა, ძალიან გაჯავრდა. ვინ მოგცათ, ეს ჩემი ფუტკარიო? ისინი ვარზე შედგნენ, ჩვენიაო. აი იქით, აი აქეთ, გახდა ერთი ორომტრიალი. ბოლოს მოავლო მამაჩემა ყურზე ხელი და დაეზიდა წამოსაყვანად. ამ დროს მოსწყდა კისერი ფუტკარს და თავი ხელში არ შერჩა. მაშინვე ამოიღო მამაჩემა ჯიბიდან ნიგოზი, მოუსვა კისერზე ფუტკარს და მოაბა თავი. ნანიგზარზე ნიგზის ხე ამოვიდა, გაიზარდა, მოისხა კაკალი. მუდამ წელს ბერტყავდით და ვყიდდით კაკალს. ერთხელ კაკალს ყვავი შემოეჩვია და სულ გააჩანაგა. ესროლა მამაჩემმა ყვავს ბელტი და აკისედ არ დარჩა. გაიზარდა ეს ბელტი, გადიდდა. გაკეთდა სახნავ სათიბი მიწები. გავაშენეთ ზედ ვენახი, ისე უვლიდით, ვაზებზე მტევნები სულ წითლად ღვიოდნენ. დადგა რთველის დრო და ველით. ანახლა მოვკრებთ, ანახლა რომ უცებ ერთი მელა შემოგვეჩვია. ისე გაგვიოხრა და ისე გაგვიტიალა, რომ ყურძენზე ხელი აგვაღებინა. ერთი სიტყვით წყალი გადაგვიწურა. გამოჭამა ვენახი. ბოლოს ვთქვი, მოდი ერთი წავალ ვუყარაულებ, დავიჭერდა სულ კუდით ქვას მასროლინებ მეთქი. თქმა და ასრულება ერთი იყო. ვიპოვე ხრელი, საიდანაც მელა შემოძრებოდა ხოლმე, დავჯექ და დაუწყე ლოდინი. ერთიც ვნახოთ, მოდის რაღაც და მოფაჩუნებს. მე თანგული მისკდება შიშით, თან ფიქრობ ნეტა დამაჭერინა მეთქი. მართლა მელა არისო? ვტაცე კუთში ხელი და დავიჭირე. გაუსვი და გამოუსვი სახრე. გაუსვი და გამოუსვი. სიკეთე მოგცეს მეის დავზილე დაქარიანებული კაცივითა. რამდენსაც დავარტყამდი, იმდენი პირიდან ბარათებს აყრიდა. ბარათებსაო? რაო მერე რა ეწერა იმ ბარათებში? შეაწყვეტინა სიტყვა ქოსატყუილა. რაო და ობოლს
კვერი და ქოსატყვილას თხის კუდიო. დარჩა კვერები ობო.